ეთერში მუშაობას იწყებს მეწყე არხის საინფორმაციო სამსახური დღის ახალ ამბებს 12 საათზე მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. ბიძინა ივანიშვილის მომავალი მთავრობა ცნობილია. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საშუალო აღსრულება სოზარ სუბარი, რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სპორტი ლევან ყიფიანი, სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორი რევა შავიშვილი. ეს არის არასრული ჩამონათვალი. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა 1 საათის წინ თითქმის ყველა უწყების ხელმძღვანელი დაასახელა. ბიძინა ივანიშვილს დღეს მხოლოდ ფინანსთა, ეკონომიკის ლტოლვილთა და გარემოს დაცვის მომავალი მინისტრები არ წარუდგენია. მინისტრთა კაბინეტი, თავდაცვის მინისტრის მინისტრობის კანდიდატი და ვიცე-პრემიერი ამავდროულად გახლავთ ირაკლი ალასანია. ვიცე-პრემიერი მოადგილე. ირაკლი ალასანია იქნება თავდაცვის მინისტრი, ამავდროულად იქნება ჩემი მოადგილე, ვიცე-პრემიერი. რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება კახაკალაძე და ამავდროულად იქნება მეორე მოადგილე, ორი მოადგილეა გავითვალისწინეთ ძალიანად. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიულ საკითხთა მინისტრი. ესეც იცით? სოზარ სუბარი, ყველაფერი იცით. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანს დაევალა, რომ მან უნდა წარმოადგინოს პროექტი სამართლიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების. ამას თეა წარმოადგენს, უახლოეს დროში ჩვენ გუნდი ვიმსჯელებთ. ამაში შევა სამართლიანი სასამართლო და ესე შემდგომ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე. კოტეს იცნობთ კარგად, ხო იცით კოტეს? ალასანიას გუნდის წევრი, ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. იცნობთ თუ დაგიკითხოთ? ძალიან საინტერესო პიროვნება, ძალიან. იცით? კი ბატონო, არ ჩერდებით მაშინ ამაზეც. ძალიან საინტერესო პიროვნება და ძალიან მაგარი კაცი, ჩემთვის მაგალითად უაღრესად პატივსაცემი, რომ იცოდეთ, $10,000 $15,000-მდე აქვს პრემიის სახით, სადაც მუშაობს და ძალიან საინტერესო ორგანიზაციაში და გაუგებარ ხელფასზე მოდის იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს და თავისი გამოცდილება მოახმაროს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი გახლავთ ალექსი პეტრიაშვილი. ბუკას ვეძახით, თუ ალექსით არ იცით? ალექსი პეტრიაშვილი ძალიან აქტიურად მუშაობდა ჩვენთან ერთად პროცესებში საარჩევნო და ძალიან კარგი ადამიანია. ელჩად ნამუშევარია და სხვა გამოცდილებებს ალბათ შეეკითხებით, ხო? საგარეო საქმეთა მინისტრი, ესეც იცით? აბა, არ იცით. ბატონო? კი, ორი ვარიანტები გწოდნია. თედო იქნება კომიტეტის თავმჯდომარე, მაია იქნება მინისტრი. და თედო იქნება ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. მაიას კარგად იცნობ, თუ გაგაცნობთ მაია? კარგად იცნობ. გვეჩვენოთ ახალ ფორმაში ბატონო მაია? ახალი პოსტო კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი. აბა ვინ იცით? ყველაფერი გაუტანეთ. ძალიან საინტერესო, ძალიან საყვარელი პიროვნება. მე მგონი რომ ძალიან სიმბოლური კულტურის მინისტრი გვეყოლება. გურა მოდიშარია. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ოდესღაც ეტალონად დავასახელე ჩემი მსგავსი პოლიტიკაში და ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა. ძალიან ბევრი მუშაობნი ამ მიმართულებით და მე მგონი მომავალშიც წარმატებული იქნება. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. აბა? ავერცეთ საკითხი ვერ გავიდანთ რომ და ამირან გამყრელიძე. იცნობთ კარგად თუ გაგაცნობთ? იცნობთ. მე ვარ როგორც ეთრიყვავი, ერთმანეთს რო ხვდებიან სულ ყველანი ახალი კაცი შემოდის ამირანი, მე არ ვიცნობდი ბატონ ამირანს. თელი ჯგუფი გადაეხვია, ყველა ერთმანეთს იცნობდა, მარტო მე ვიყავი ის რომ ვინც არავინ არ მიცნობდა და შემოვედი და ყველანი გავიცანი ერთდროულად პრინციპში. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. აბა? ლევან ყიფიანი.
ძალიან საყვარელი ჩვენი ფეხბურთელის შვილი, ეს არის ძირითადი ღირსება ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან მაგარი კაცია. მე ძალიან ახლოს ვიცნობ მას თვითონ, ძალიან ნიჭიერია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული კანდიდატი დავასახელეთ ამ სამინისტროში. ვაკანტური ადგილები გვაქვს და დაგვეხმარეთ. პირასთან მინისტრი ვესაუბრეთ უკვე და ერთ-ორ დღეში წარმოგიდგეთ, ვიცით ვინც იქნება დაახლოებით. მაგრამ შეთანხმებული არაა ჯერ, ამიტომ არა, ონოფრიშვილი არ იქნება, ონოფრიშვილის კომიტეტის თავმჯდომარე. გარემოს დაცვის მინისტრი არ აქვს, ფინანსთა მინისტრი არ აქვს დღესდღეობით, განათლების და მეცნიერების მინისტრი არ აქვს, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არ აქვს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი არ აქვს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა განახლების და ტოლვითა მინისტრი არ აქვს. შემდეგ წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. რევაზ შავიშვილი, მას აქვს დიდი გამოცდილება სამსახურში მუშაობის. თავისი პრინციპულობით და პატიოსნობით გამოირჩეოდა. სხვათა შორის დიდხანს ამთანხმდებოდა და დავითანხმე, არ უნდოდა, რომ იცოდეთ, არ უნდოდა თანამდებობაზე შემოგვიყვება. აქ პროცედურები უფრო რთული, ეს არჩევითია, იცით, მაგრამ ყველაფერს კანონიერად ჩავატარებ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ყველაზე ჯიუტი და ყველაზე პრინციპული კაცი იქნება ნოდარ ჯავახიშვილი. რა სჭირდება ეროვნულ ბანკს? მე მგონი ესეც არ იყო თქვენთვის სიურპრიზი, ნოდარი ალბათ არ იყო სიურპრიზი. თავარი დღეს პროკურორი და მომავალში გენერალური პროკურორი იქნება წოდებული, გენერალური პროკურორი. ესეც იცით? გენერალური პროკურორი ვინ იქნება, იცით? აი როგორც იქნება ერთი საკითხი, აი როგორც იქნება ერთი სიურპრიზი. არჩილ კბილაშვილი. აი ამის განცხადებაზე რომ ზოგიერთმა ტელევიზიებმა რაღაც ცუდი თამაშები გაახურეს, ეს არის სინდისის და პატიოსნების კაცი, ესეთი ხალხი უნდა ვარ, როგორც ღარიბაშვილია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ესეთივე გენერალური პროკურორი. და ესეთი სუფთა ხელებით ხალხი უნდა მოვიყვანოთ ამ დარგში და ეს დარგი უნდა გახდნენ ესეთი სუფთა, როგორც სუფთა ხალხი შედის იქ და დავივიწყოთ ის სიბინძურები, რაც ამ სისტემებში არსებობდა წლების განმავლობაში და ჩემი აზრით ეს არის ძალიან ღირსეული წარმოადგენა გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრიც განსახიერება წესიერების ერთის და მეორეც და ასეთი უნდა გახდნენ მათი სტრუქტურები და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ოცნება და ამას აუცილებლად შევასრულებთ. ქალბატონი მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი. მე შევხვდი ქალბატონ მაიას, მასთან მქონდა მსჯელობა განათლების სამინისტროსთან ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თვითონ მე აირჩია, ოღონდაც ესეთი თხოვნით, რომ ის ადრევე, როდესაც ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, არ ექვემდებარებოდა განათლების სამინისტროს და ჩვენ მე მივეცი მას პირობა, რომ განვიხილავთ ამ საკითხს პარლამენტში და ისე მთავრობის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება. მას ეყოლება 3 მოადგილე: მანანა კობახიძე, ზურაბ აბაშიძე და ზურაბ თხემალაძე. დღესვე ცნობილი გახდა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელთა ვინაობაც. მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ვახტანგ ხმალაძე უხელმძღვანელებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ეკა ბესელია ჩაიბარებს. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, დარგობრივი ეკონომიკის ნოდარ ხადური, დიასპორის კომიტეტის კი გუბას სანიკიძე იქნებიან. პარლამენტსაც წარმოგიდგენთ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, ახაც კანდიდატებს. თავმჯდომარე ალბათ კარგად იცით. პარლამენტის თავმჯდომარე, იცით? დავით უსუფაშვილი. მოადგილეები ბევრი არიან. პირველი მოადგილე იქნება მანანა კობახიძე, მოადგილეები იქნებიან ზვიად ძიძიგური, ზურაბ თხემალაძე და ზურაბ აბაშიძე. ორი ზურაბი ეყოლება მოადგილედ. კომიტეტები: აგრარულ საკითხთა კომიტეტი გიგლა აგულაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ეკა ბესელია, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ვანო კიღურაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გია ცაგარეიშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ნოდარ ხადური, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გუბას სანიკიძე, თუმცა მითხრეს რომ ფიქრობს კიდევ გუბაზე, შეიძლება რაღაც ცვლილებები იყოს, პატარა კორექტირებები შეიძლება გქონდეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ვიქტორ ძოლიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ირაკლი სესიაშვილი. იცით ეს ყველანი, ხო, შეკითხვები არ აგაქვთ, ყველას კარგად იცნობთ. ირაკლი ახლა ხო სესიაშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ყველა საინტერესო კომიტეტია მგონი, ხო? იცით ვინ იქნება? არის ვახტანგ ხმალაძე. რეგიონალური პოლიტიკის
ყველაზე მეტი სამუშაო მე მგონი აქაბო. რეგიონალური პოლიტიკის თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი. ირაკლი ტრიპოლსკი. თვითონ მოისურვა მე მას რამდენიმე სხვა ადგილების შევთავაზე, მაგრამ რამდენადაც მან ძალიან აქტიურად იმუშავა და სხვა შორის ძალიან იჭირი კაცია, რომ ვიცოდეთ. აქ არის ირაკლი თუ არა? და თვითონმა მოისურვა იმდენი ქონდა ურთიერთობა და თელი კაცია და ბევრი უცხოვრია, უნდა რომ დანაპირები შეუსულოს თავის რეგიონებს და სხვა მთიულ რეგიონებსაც დაეხმაროს და მე მას ბევრი შევთავაზე, კარგი არჩევანი ქონდა და თვითონვე აირჩია და გაჩერდა აქ. ისიც დამავიწყდა, რომ ჩემი მეგობარია დიდი ხნის, იმდენი ღირსებები აქვს, რომ აღარაფერს აღარნიშნავს უკვე. იმდენი მოახერხა ირაკლიმ. საგარეო ურთიერთობა და კომიტეტი. თედო ჯაფარიძე გახლავთ? აქ არის თედო? არა, თედო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. ირინა იმერლიშვილი. იცით ირინა იმერლიშვილის იცნობ? აქ არის ირინა. შეიძლება ხარა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. დავით ონოფრიშვილი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. ლერი ხაბელოვი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. დიმიტრი ხუნდაძე. ვინ რა გეგმით მიდის მომავალ უწყებაში მინისტრთა კაბინეტის წარდგენას იმედა დარსალია დაესწრო, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგორთება. იმედა უკვე რა განცხადებები გაკეთდა მინისტრობის კანდიდატთა წარდგენის შემდეგ კოალიციის ოფისში. თამთა უკვე როგორც უკვე იცით ცნობილია ის სამინისტროები, რომლებსაც ჩაიბარებენ კანდიდატები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ იმ სამინისტროებს, რომლებსაც ჯერ ვერ შეთანხმდნენ ქართულ ოცნებაში. ესენი არის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროს პირველ პირებზე ვერ შეთანხმდნენ და კანდიდატურები ჯერჯერობით არ არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილმა პრეზიდენტის კანდიდატურაზეც ისაუბრა, ჩვენ შეგვიძლია მას მოусმინოთ. პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერ ნაადრევია დასახელება. ირაკლი ალასანიას ჩემი აზრით უფრო საინტერესო თანამდებობა აქვს. თქვენ იცით ახალი კონსტიტუციის პრეზიდენტს აქვს კრიზისის შემთხვევაში ძირითადი ფუნქცია, ყველაზე მთავარი ფუნქცია, რაც აქვს მომავალ პრეზიდენტს, თუ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის კრიზისი დაიწყო, აი მის მომრიგებლობის როლია ძირითადი. კიდევ აქვს სხვა ფუნქციები, მაგრამ ალასანიას გაცილებით საინტერესო ფუნქცია აქვს. დღეს ჩემი მოადგილეა და მოდულობად თავდაცვის მინისტრია. დღეს რომ შემკითხოდნენ მე ვინ იქნებოდა ვთქვათ პრეზიდენტი, რომ ახლო არჩევნები იყოს, მე ვახტანგ ხმალაძეს დავასახელებდი. გეტყვით, რომ ფინანსთა მინისტრის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროს პირველი პირების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ჩვენ დღეს რამდენიმე კანდიდატს ვესაუბრეთ, ჩვენ შეგვიძლია ასევე მათ მოусმინოთ. პირველი ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, პირველი 100 დღის პროგრამა, რასაც ჩვენ აი ახლა განვახორციელებთ დამტკიცების შემდეგ. სტაბილიზაცია რა მდგომარეობაში ვართ და გადასადგმელი ნაბიჯები ამ 100 დღის განმავლობაში რაც უნდა გავაკეთოთ. თუ ჩემთვის ახალი სფეროა, მინდა გითხრათ ამას არ ვმალავ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა. გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ემსახუროთ ჩემ ქვეყანას, ჩემ ხალხს. ამ სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა და დღესაც ახორციელებს, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ დღეს კიდევ არის ქვეყანაში დარჩენილი ძალიან ბევრი რაიონი, ქალაქი, სოფელი, სადაც არის წყლის პრობლემა, გზების პრობლემა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. მთელი საქართველოს მასშტაბები უფრო გაიზრდება და ის პროექტები, რაც დაწყებულია და ჯერ არ არის დამთავრებული, აუცილებლად დასრულდება და მომავალშიც ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდება. მე ასევე აუცილებლად გამოვიყენებ იმ ჩემ პირად კონტაქტებს, მე ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს და ამ ადამიანებს შემოვიყვან საქართველოში, რომ განახორციელონ ინვესტიციები, რაც ძალიან წაადგება ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს. ამთა ზუსტად ერთ წუთში შენ შეგიძლია პირადად ესაუბრო შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს. მადლობა იმედა მომწორავ ინფორმაციისთვის. ეს იყო იმედა დარსალია, რომელიც კოალიციის ცენტრალური ოფისიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დღეიდან ყველა სახელმწიფო უწყებაში ქართული ოცნების წარმომადგენელი შედის. მთავარი მისია კონკრეტული სამინისტროს სპეციფიკისა და სამუშაო სტრუქტურის გაცნობა. დღესვე ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმაგიდასთან კიდევ ერთხელ დაჯდება. 5 ოქტომბრის შემდეგ ეს იქნება კონსულტაციების მორიგი რაუნდი ხელისუფლების გადაბარების პროცესში. კოალიციიდან მთავრობის კანცელარიაში ისევ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი მივლენ. ოპოზიცია
კონსტიტუციაში გადასული ხელისუფლების საკონსულტაციო 4 კაციან ჯგუფს კი კვლავ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი წარმოადგენენ. პირველი კონსულტაცია 5 ოქტომბერს შედგა და მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს პრობლემებს არ შეუქმნიდნენ. პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს და ახალ მთავრობას მთლიანად ქართული ოცნება დააკომპლექტებს. ერთ-ერთი უწყება, რომლის მომავალი ხელმძღვანელის მიმართ მედიის განსაკუთრებული ინტერესი არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროა. კულუარებში დასახელდა მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი, თუმცა როგორც დღეს ვნახეთ, ამ სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების პარტიული სიის მეათე ნომერი და ფონდ ქართუს უკვე ყოფილი პრეზიდენტი იბარებს. ახლა ჩვენ შეკითხვებს ღია ეთერში ირაკლი ღარიბაშვილი უპასუხებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. მოგესალმებით. ბატონო ირაკლი, რა დავალებია მიიღეთ უკვე მომავალი პრემიერ-მინისტრობისგან, რა გეგმით მიდიხართ ახალ უწყებაში, რომელიც ჩაგაბარეს? კი ბატონო, მოგახსენეთ. შეფერხება. გესმით ჩემი? დიახ, ბატონო ირაკლი, მაშინ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას. რა დავალება მიიღეთ მომავალი პრემიერ-მინისტრისგან, რა კონკრეტული გეგმით მიდიხართ ახალ უწყებაში? მოგახსენეთ. მე მინდა ხაზი გავუსვა პირველ რიგში, რომ ეს არის ძალიან დიდი საპასუხებლო თანამდებობა ჩემთვის. მე მინდა აქვე აღნიშნო, ეს არის მე მხოლოდ ამ ეტაპზე ვარ კანდიდატი ამ თანამდებობაზე. მე ჯერ არ დამნიშნულ ოფიციალურად. პირველი თავარი ამოცანა, რაც უნდა განვახორციელოთ, ეს დავალებაც მაქვს მე და ჩვენს გუნდს, არის ის, რომ პოლიცია მთლიან სამინისტრო გავათავისუფლოთ პოლიტიკისგან, ყოველგვარი ზეწოლისგან. პირველ რიგში მე ჩვენ უნდა დავიცვათ პოლიციელის მათი უფლებები და მათთან ერთად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის სამსახურში ეფექტური თანამშრომლობა და მუშაობა. მეორე, ჩვენ უნდა პოლიციას უნდა დაუბრუნოთ თავარი ფუნქცია, რომ ისინი ემსახურონ ხალხს, ემსახურონ ქვეყანას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული. რაც შეეხება ასევე ყველაზე მთავარ ფუნქციას, ჩვენ ვქეთ მაქსიმალურად შეურიგებელი კრიმინალურ სამყაროს წინააღმდეგ. მგონი არის. ბატონო ირაკლი, დიახ, ბატონო ირაკლი, წლების განმავლობაში თქვენი წინამორბედი, მე გულისხმობ ვანო მერაბიშვილს, ის ამაყობდა პოლიციის ახალ-ახალი შენობებით, საპატრულო პოლიციის შექმნით, კორუფციის აღმოფხვრით მთლიანად სისტემაში, მაგრამ მთავარი პრობლემა და პრეტენზია, რაც არსებობდა ამ უწყების მიმართ, ეს იყო სწორედ პოლიტიზირება სისტემის, უკანონო მოსმენები, ფარული ჩანაწერები და ასე შემდეგ. რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის პირობებში ანალოგიური პრეტენზიები აღარ იარსებებს? შეგვიძლია თვარო, რომ თითოეულ მოქალაქეს უკვე თავისუფლად მოგვეცეს ტელეფონით ლაპარაკის უფლება. კი ბატონო, მოგახსენეთ. ამის გარანტია იქნება პირად ბიძინა ივანიშვილი და მისი დავალებით მე ვიქნები შემდეგ აღმასრულებელი. ვერავით არის პოლიტიკა, ვერ იქნება გამსაზღვრელი პოლიტიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსი. არავით არის პოლიტიკური დაკვეთა ასრულება არ მოხდება სამინისტროში და პოლიციელების მიერ. ეს არის ძალიან პრინციპული და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ჩვენ ამას აუცილებლად შევასრულებთ. ბატონო ირაკლი, რაც შეეხება გუნდს, ვინ იქნებიან თქვენი მოადგილეები, მიდიხართ თუ არა საკუთარი გუნდით და საკადრო პოლიტიკა როგორი იქნება? ქვედარგოლებში იქნება თუ არა რეორგანიზაცია? თავ შევიკავებ. კი ბატონო. გუნდის წარდგენისგან ამ ეტაპზე თავ შევიკავებ. ჯერ კიდევ გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ მე მინდა აქვე განცხადება გავაკეთო. ყველა ის ღირსეული პოლიციელი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებდა ღირსეულად ქვეყანას, ემსახურებდა ქართულ ხალხს. ისინი მაქსიმალურად შეინარჩუნებენ თანამდებობას. არავით არის პოლიტიკური დევნა არ იქნება განხორციელებული მათ მიმართ. ეს არის ძალიან პრინციპული ამოცანა და მე ვიქნები გარანტი, რომ თითოეული პოლიციელის უფლება იქნება დაცული. და მათთან ერთად ჩვენ დავუცეთ ადამიანის უფლებებს და არ დაუშვებთ არავით არ უკანონო ჩაგვრას უსამართლობას ქვეყანაში. ერთხელ სამუდამოდ საქართველოს უნდა აღდგეს სამართლიანობა და თითოეული მოქალაქე უნდა იგრძნოს მაქსიმალურად დაცულად თავი. ანუ საკადრო პოლიტიკას რაც ეხება, დათხოვნა თანამშრომლების რეორგანიზაცია არ იქნება. საკადრო პოლიტიკას. მე როგორც გვახსენეთ, ყველა იმ ღირსეული პოლიციელის თანამდებობები, მათი თანამდებობები შენარჩუნებული იქნება, არავის არ ემუქრება სამსახურიდან წასვლა უკანონოდ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც უპატიებელი შეცდომები აქვს, ჩადენილი კრიმინალური საქმიანობა აქვს, ჩადენილი, ამას დამოუკიდებლად სამართლის პირობებში გავარკვევთ და მათი ბედი გადაწყდება სასამართლოს მიერ. ბატონო ირაკლი, რაც შეეხება სტრუქტურულ რეორგანიზაციას, იგეგმება თუ არა ზოგიერთი დეპარტამენტის გაუქმება? გავრცელდა კულუარებში უკვე ინფორმაცია. არ არის გამორიცხული დეპარტამენტის და სოდი საერთოდ გაუქმდეს. დიახ. ამ ეტაპზე კიდევ გავიმეორებ, რომ თავ შევიკავებ ყოველგვარ დეტალების გაჟღერებისგან. ჩვენ მუშაობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და როგორც კი დავინიშნები მინისტრის თანამდებობაზე, ჩვენ ჩვენი გუნდით წარუდგენთ პროექტს საზოგადოებას.
რაც შეეხება გახდება თუ რა გეგმებით მოვდივართ სამინისტროში. რაც შეეხება თქვენ სიმავრს, მას თქვენ უწოდებდით მთელი ამ თვეების განმავლობაში პრეზიდენტის პირად პატიმარს. როდის დატოვებს ციხეს თამაზ თამაზაშვილი? კი ბატონო. იმედი მაქვს რომ ორ დღეში ჩემი სიმავრი იქნება გათავისუფლებული. და ნუ აღარ გავაგრძელებ საუბარს რომ ის მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთ წლის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში. მსგავსი შემთხვევა არასოდეს აღარ განმეორდება ჩვენი მმართველობის პერიოდში. ეს არის ყველაზე მთავარი და პრინციპული. არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე არც ერთი არ იქნება უკანონოდ დაჭრილი და უკანონოდ დაპატიმრებული. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ ვართ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. თქვენ ისტორიაში მართლაც უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე. მოხდა ხელისუფლების შენაცვლება დემოკრატიული მეთოდებით. ასე რომ ჩვენ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. და არ უნდა დაუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. და მე მინდა აქ პატარა განცხადება გავაკეთო. არსებობს საუბრები რომ მოსალოდნელი კრიმინალების გააქტიურება და ასე შემდეგ. მე მინდა მათ საყურადღებოდ და მათი ორგანიზატორების, მათი დამგმობის საყურადღებოდ განვაცხადოთ. ჩვენ მაქსიმალურად აბსოლუტურად ნულოვანი ტოლერანტობა იქნება გამოცხადებული მათ მიმართ. ეს არის პრინციპული ამოცანა. რომ ქვეყანაში არ დაუშვათ არც ერთი კრიმინალის გაბატონება და ჩვენ არ დაუშვათ მათი თარეში. ბატონო ირაკლი, ეს იყო თქვენთვის ერთადერთი შემოთავაზება თუ განიხილებოდა თქვენი კანდიდატურების სხვა თანამდებობებზეც? არა, ეს იყო ერთადერთი შემოთავაზება ჩემთვის, ბატონო მიზნიასკარი, ეს არის მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის, ამავდროულად მე მაქვს ძალიან დიდი ნდობა ბატონო მიზნიასკარი, ამისათვის მე ვისარგებ შემთხვევიდან დიდ მადლობას გადავუხდი. ეს არის ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა, მე როგორც აღნიშნე, და აქვე არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ემსახურო საკუთარ ხალხს, ემსახურო ქვეყანას. იმ ბიჭებთან, იმ ვაჟკაცთან, იმ არა მანდილოსთან ერთად, რომლებიც მუშაობენ სამინისტროში. და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდთან ერთად ამას აუცილებლად შევასრულებთ და აუცილებლად გავაკეთებთ. და ბოლოს მინდა აუცილებლად გკითხოთ დღევანდელი შეხვედრის შესახებაც, კონსულტაციების მეორე რაუნდს გულისხმობ, რომელიც დღის 3 საათზე არის დანიშნული და თქვენ შედიხართ სწორედ ოცნების საკონსულტაციო ჯგუფიდან. რაზე იქნება უკვე დღეს პირველი შეხვედრა გავიდა, ახლა მეორე შეხვედრა არის დღეს, უფრო კონკრეტულად თუ იქნება საუბრები და რა თემაზე? კი ბატონო, მოგახსენებთ. ესე იგი მე მინდა აქვე აღნიშნო, პირველი შეხვედრა შედგა ძალიან ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო. ჩვენ მაყოფილი ვართ ამ შეხვედრით. მოქმედი ხელისუფლება მოწოდებულია რომ ეს რომ ასე ვთქვათ მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხდეს ეს ამ პროცესის დასრულება. ანალოგიურ განწყობა გვაქვს ჩვენ და დღეს შედგება უფრო დეტალური საუბარი თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეულ სამინისტროში ჩვენი წარმომადგენლების ძარგზავნა და მათი საქმეების გადმობარება და რეალურად უნდა დაიწყოს ხელისუფლების გადმობარების პროცესი. და ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ეს მაქსიმალურად მშვიდობიან ყოველგვარ ექსცესებზე გართულების გარეშე დასრულდება პარლამენტის პირველი სხდომის გამართვამდე. ბატონო ირაკლი, შინაგან საქმეთა სამინისტროში როდის შევა თქვენი წარმომადგენელი? იგეგმება რომ დღესვე გავაგზავნო მე ჩემი წარმომადგენლები. ვინ იქნება ხომ ვერ გვეტყვით? მაგრამ მანამდე ჩვენ ვიქნება კონსტატაციები. ამ ეტაპზე თავში შევიკავებდი. ჩვენ ძალიან მალე შეგატყობინებთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი. გმადლობთ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ეს არის ახალი 12-ზე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორია პირველი შეფასებები მინისტრობის კანდიდატთა წარდგენის შემდეგ. სოსო ცისკარიშვილია ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო სოსო. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. პირდაპირ გითხავთ ბატონო სოსო, მოგწონთ ახალი გუნდი მთავრობის? ეს მარტო ჩემს არ მოგახსენებთ დილას დაახლოებით 7-8 ადამიანთან ქონდა კონტაქტი და ტრადიციულ კითხვაზე, რომელიც ზოგჯერ წამოგწდება კიდეც, როგორ ახარ პასუხობდნენ უკეთესად. სწორედ მას შემდეგ, რაც მოისმინეს ინფორმაცია ახალი მთავრობის შესახებ და ალბათ მეც აი ამ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც თავს უკეთესად გრძნობს მას შემდეგ, რაც მოისმინა გადაწყვეტილება ქართული ოცნების იმ საკადრო შეთავაზებებთან და დანიშნებთან და ასარჩევ პირებთან დაკავშირებით, რაც მოვისმინეთ. ახლა ძალიან ძნელია საუბარი ერთგვაროვნებაზე, პროფესიული გამოცდილების, საკუთარი ბიოგრაფიების და ასე შემდეგ, მაგრამ სრულიად მკაფიოა, რომ საერთო რაც აქვს ყველა ადამიანს დასახელებულს ივანიშვილის მიერ იქნებიან ესენი მთავრობის წევრობის კანდიდატები თუ საპარლამენტო სპიკერატის ან კომიტეტის ხელმძღვანელები აქვთ სრულიად მკაფიო. ეს გახლავთ პირადი პატიოსნება და შეუღალავი სამოქალაქო ღირსება. სწორედ მოქალაქეობრივი
მრწამსი ამ ადამიანებისა გახლავთ ის ძირითადი, რაც განასხვავებს მათ წინამორბედებისგან და გარდა ამისა პერსპექტივა ასეთი გუნდის ერთიანობისა ბევრად უფრო მყარია ვიდრე რაიმე ტიპის პოლიტიკურ შეხედულებათა სხვაობა კოალიციაში შემავალი განსხვავებული პოლიტიკური ძალებისათვის. ბატონო დიახ, კონკრეტულად რომ დავიწყოთ, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი საუბრობდა ჩვენს ღია ეთერში და როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს მას საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ აი ასეთი დიდი სტრუქტურა მართოს და რაც მთავარია, განსაკუთრებული პრეტენზიები არსებობდა წლების განმავლობაში ამ სამინისტროს მიმართ გულისხმობ პოლიტიზირებას სისტემის. როგორ ფიქრობთ, ეყოფა მას გამოცდილება? იცით თავად ბრძანეთ, რომ იყო გარკვეული პრობლემები ამ სისტემაში და უპირველეს ყოვლისა ამ სისტემის დამოკიდებულებაში მოსახლეობის მიმართ. ანუ არსებობს გამოცდილება, რომელიც ჯობია არ ქონდეს ადამიანს. ჩვენ ყავს დღეს მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონის ღულაძე, რომელიც გამოზრდილია სწორედ ყველა იმ ნეგატიური პრაქტიკის გაცნობიერებით, რომელიც თან ახლდა ბატონი მერაბიშვილის ხელმძღვანელობას ამ სისტემის და ამავე დროს ეს ქალბატონი შეზღუდულია საკუთარი თავისუფლების ხარისხის შემხედვარე და წარმოადგენდა რუპორს იმ ხელისუფლებისა, რომელიც აითვალწუნა სრულიად საფუძვლიანად ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ გამოუცდელი ადამიანი თავარია იყოს სრულიად გამჭვირვალე საკუთარი ბიოგრაფიით და საკუთარი ხედვით, რადგან მის მიმართ ნდობის ხარისხი დღეს მერწმუნეთ ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე აი ამ მაღალ თანამდებობებზე ნამყოფი პოლიციელებისა, რომელთაც უწევდათ დიახ გამჭვირვალე შენობებში, მაგრამ შავბნელ სარდაფებში საკუთარი ესე იგი თავის გამოჩენა და ერთგულებდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ვერანაირი სიკეთით შემკული ვერ იქნება, რომელსაც არ ქონდა ესე იგი ამ სიკეთის მარაგი და კაცმოყვარების ზოგადად რაიმე თვალსაჩინო წარმატება. რასაკვირველია, ბატონ ირაკლის დასჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად არ ექნება ამის დეფიციტი და ეს გახლავთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სრულიად მაღალი შეგნებით მოეკიდება საკუთარ ესე იგი როლსაც, რომელიც მან უნდა შეიტანოს სამართალდამცავი ორგანოების და კერძოდ პოლიციის გამყარებაში, გაკეთილშობილებაში და მართლა საზოგადოების სასურველ აქტორად მის წარმოჩენაში. ბატონო სოსო, მას შემდეგ რაც ახალი მთავრობა გახდა ცნობილი და რამდენიმე კვირაში დამტკიცდება კიდეც, ძალიან ბევრ ადამიანს დღეს აქვს შიში. მე არ გულისხმობ მხოლოდ დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე, ქვედარგოლებშიც კი გულისხმობ სამთავრობო უწყებებს, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით ახალი ძალის გეგმა და ამ შემთხვევაში მოქმედების სტრატეგია? ამ შიშს საფუძველი აქვს უპირველეს ყოვლისა იმ წარსულში, რომელიც გამოიარეს უკვე ჩვენი ქვეყნის საჯარო მოხელეებმა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგვისმენია პრეზიდენტისგან, რომ მინისტრის მისვლა არ უნდა ნიშნავდეს აპარატის შეცვლას, რეალობა ხომ სულ სხვაგვარი იყო. როგორც კი გამოჩნდებოდა ახალი პირი, ის ტრაბახობდა, რომ მე მოვედი ჩემი გუნდით. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, რომ ახლა ბატონ ღარიბაშვილს აზრად მოუვიდეს, რომ მოდი ეს ათასობით ადამიანი პოლიციიდან გაუშვა და სხვა ათასობით ადამიანი შემოიყვანოს. ამის თეორიული შანსიც არ არის და ამაზე არაერთხელ უსაუბრია თავად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და შიშის ფაქტორი ხო გეუბნებით, სხვა პრაქტიკა არ გააჩნია ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში ჩინოვნიკებად გამხდარ ფენას, რადგან ისინი მოწმენი იყვნენ თავად, როგორ აწერიებდნენ ყველას განცხადებას წასვლაზე, როგორც კი შეიძლებოდა პირველი პირი. და ბევრ მათგანს ასეც უწევდა. აბა რასაკვირველია, როცა
ერთმანეთის ნდობა არ არის დაფუძნებული პირად პატიოსნებასა და მოქალაქეობრივ ღირსებებზე, ცხადია წინამორბედის კადრი შენთვის მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში მუშაობს, რაც ეთაკილებად, რასაც უფრთხიან თავად არა შესაბამის ადგილზე მომუშავე მაღალი რანგის ჩინოვნიკები. ამ შემთხვევაში, როცა ვკითხულობთ გვარებს, ვინ მიდის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად, დარწმუნებული ვარ, რომ ხლა 13 დასახელებული მინისტრიდან 12-ს პირადად ვიცნობ. მათი ხასიათის შესახებ არა მხოლოდ ყურმოკრულ ინფორმაციას ვფლობ, ცხადია. და ძალიან ძნელად წარმოსადგენი იქნება, რომ აი ეს ადამიანები დაერიონ საკუთარ აპარატის თანამშრომლებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იქ დახვდნენ საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე. ძალიან დიდი მასა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისა, სამწუხაროა მათ შორის ახალგაზრდებიც, რომ იცოდეთ, საკმაო პრობლემებს განიცდიან ჯანმრთელობის მხრითაც კი იმდენად არაადეკვატურ პირობებში უხდებოდათ მათ მუშაობა. სწორედ გაადამიანურება ჩინოვნიკთა ყოფის იქნება აი ამ მართლაც ჰუმანური ადამიანების ვალდებულება, რომლებიც ახალ მთავრობად მაგრამ იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მყოფი ადამიანები, რომლებსაც გარკვეულწილად მანამდე ოპოზიციაც ამბობდა, რომ შეიძლება დანაშაულებრივი წილი ჰქონდეთ სხვადასხვა საქმეში, ასეთ შემთხვევაში უკაცრავად დამნაშავეებისთვის რეცეპტი სხვა გახლავთ, ამას განსხვავებს სხვადასხვა კოდექსი ჩვენი ქვეყნისა, რაც არ უნდა ველურად ჟღერდეს ზოგიერთი მუხლი ჩვენი კოდექსის, ესე იგი, მისი შერბილება სხვა საქმეა, მაგრამ არ გამოყენება ასევე დანაშაული იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კაფეო დანაშაული, ოღონდ არა დაბრალებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის მიერ, ესე იგი, გაჟღერებული, არამედ იმ სასამართლო სისტემის მიერ შემოთავაზებული, რომლის რეფორმირებაც იმედი მაქვს ძალიან მალე დაიწყება და რომელიც აღუდგენს რეალურ პრესტიჟს ჩვენ სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზეც. გასაგებია, ისევ კონკრეტულ მინისტრებს რომ მიუბრუნდეთ მეორე ძალოვანი სტრუქტურა თავდაცვის სამინისტროს აბარებენ ირაკლი ალასანიას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაფერისი პოსტი არის ეს ალასანიასთვის? მას მანამდე მოაზრებით განიხილავდა ივანიშვილი მომავალ პრეზიდენტად, დღეს თქვა, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი პოსტი აქვს ჩაბარებული. ესე იგი, არ მგონია რომ თუ არსებულ კონსტიტუციურ ვადებს გადავავლებთ თვალს, შეუშალოს რაიმე ერთი წლის მერე ბატონ ირაკლის კანდიდატობა პრეზიდენტისა, თუ ის ამას მოისურვებს, მაგრამ ჩვენთან ყველაზე სავალალო ვითარება ამჟამად ფერწმუნდეთ არის სწორედ თავდაცვაში, სისტემაში, სადაც ჯარისკაცებს თავად სჭირდება დახმარება საკუთარ თავდაცვაში. გავიხსენოთ, რა წინამორბედები ყავდა ალასანიას. ესე იგი, მოგესალმებათ, რომ კეზერაშვილის, შაშკინის და ესე იგი, ახალაიას პირობებში ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რომ ეს არის სწორედ ის შეერაღებული ძალები, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებისთვის იყო მობილიზებული. გარდა უამრავი დარღვევისა, რაც შენ კიდევ უფრო ადრინდელი ხანიდან მოძდებს ამ სისტემას ფინანსური კუთხით, როდესაც სრულიად გაუმჭვირვალე ფონდები იქმნებოდა თავდაცვის და მოწმენი ვართ, რა შევიძინეთ და როგორ გამოვიყენეთ, როცა ამის საჭიროება გახდა. ამიტომ მართლაც ყველაზე კრიტიკული მე ვიტყოდი და აუცილებელი სფეროა ძალიან სერიოზული ესე იგი ყურადღებისთვის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობისთვის, ცხადია არ მაქვს პრეტენზია სახელმწიფო საიდუმლოებების ცოდნის, მაგრამ ჯარისკაც უნდა დაუბრუნდეს ღირსება. არავისთვის არ იყო საიდუმლო, რომ სწორედ ომის დასრულების შემდეგ იმიტომ დაინიშნა მინისტრად ახალაია, რომ ჯარისკაცების მიმართ გამოეყენებინა ის პრაქტიკა, რასაც ის წლების განმავლობაში პატიმრების მიმართ იყენებდა. და აღმოჩნდა კიდეც ციხის საკანში ასეულობით ჯარისკაცი,
რომელმაც მოახერხა საკუთარი უნარით გადარჩენილიყო იმ საომარ მოქმედებაში და ესე იგი ხედართავრების მიერ მიტოვებულნი ბრუნდებოდნენ ვისაც როგორ შეეძლო და როდის შეეძლო საკუთარ ნაწილებში და დეზერტირობის ბრალდებით უამრავი ადამიანი უამრავი ჯარისკაცი რომელიც ბუნებრივი აღშფოთების რეჟიმში იმყოფებოდა საკუთარი სარდლების მიმართ აღმოჩნდნენ ციხის საკანში და ეხლა ყველაფერს ამას არა მხოლოდ მატერიალური და პროფესიული, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც სჭირდება და ამ თვალსაზრისით ბატონი ირაკლი რასაკვირველია საუკეთესო კანდიდატია და უზარმაზარი შრომა უდევს მას წინ. და კიდევ ერთი ელემენტი, მომეცით გავაერთიანო თავდაცვის სამინისტრო ორ სხვა სამინისტროსთან. ეს გახლავთ ესე იგი რეინტეგრაციის სამინისტრო და კულტურის სამინისტრო. აი სამი ასეთი ერთმანეთისგან თითქოს განსხვავებული სამინისტრო იმ კანდიდატურებით, რომლებიც მათ უნდა უხელმძღვანელონ, არის შემთთვის ძალიან საინტერესო და მკაფიო გზავნილი უპირველეს ყოვლისა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ეს სამი ადამიანი, რომელიც არასოდეს წყვეტდა ურთიერთობას აფხაზეთთან. ილას ალასანიას შესახებ ბევრია ამის ცნობილი მისი აქტიურობის და მის მიმართ დამოკიდებულების. პაატა ზაქარიაშვილი. მე პაატა ზაქარიაშვილს გავიხსენებ, რომელთან ერთად რამოდენიმეჯერ მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციებისას. Შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ ასეთი ავტორიტეტული ადამიანი აფხაზეთში მცხოვრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის არ არსებობს საქართველოში სხვა. და ეს გამოიხატება სხვა შორის იმაშიც, რომ როდესაც ჩვენი შეხვედრების შემდეგ აფხაზეთში ბრუნდებოდა ეს ჯგუფი და ცხადია როგორც ჩანს არ გარისაბარებდნენ იმ ხელისუფლებას, რომლის ნებართვითაც ისინი მონაწილეობდნენ, იწყებოდა ხოლმე გარკვეული პასკვილების გამოქვეყნება აფხაზურ პრესაში, რომ მთლიანად აფხაზურ საზოგადოებაში არ დამკვიდრებულიყო რეალური ავტორიტეტი ბატონი ზაქარიაშვილის. მე მომისმენი არაერთხელ მისი გამოსვლები რუსეთის რადიო საშუალებებით და რეაქცია რუსეთის მოქალაქეებისა მის საუბრებზე. ეს იყო ჩემთვის სრულიად დამაჯერებელი, რომ მისი მოსმენა აინტერესებთ და მის აზრს სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებენ არა მხოლოდ აფხაზეთში. ჩვენ ვიცით კრიტიკული დამოკიდებულება მის მიმართ, რომელიც უფევს გარკვეულ წრეებში ჩვენი ქვეყნისა, მაგრამ მერწმუნეთ მაშინ უნდა გაეგრძელებინა ხელმძღვანელობა ისეთი ტიპის მინისტრებს, რომლებიც ადრე მუშაობდნენ აქ და რეალურად დეინტეგრაციას ემსახურებოდნენ. დიახ, ბოლო შეკითხვას დაგესვავთ დროის ქრონომეტრაჟის გამოდნო. კონკრეტ რომ გვიპასუხოთ, თუ შენიშვნა რა გაქვთ ახალ სამთავრობო გუნდთან დაკავშირებით, თუ ფიქრობთ, რომ პარლამენტში იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში რჩებიან, უკეთესი იქნებოდა, რომ რამდენიმე გიხილვათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ცით ვერ გეტყვით ახლა, შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს აზრი, რომ რატომ ქალბატონი მაია ფანჯიკიძე და არა ბატონი თედო ჯაფარიძე. დიახ. მე ასეთი კითხვა არ მიჩნდება ახლა და არავის შეუტანია ეჭვი იმაში, რომ თანამედროვე ქართული დემოკრატიის პაპა სწორედ თედო ჯაფარიძეა და მას იმდენი გამოცდილება აქვს, რომ რასაკვირველია, არა მხოლოდ დარგს უნდა უხელმძღვანელოს, არამედ მისი გამოცდილების გაზიარების საშუალებაც უნდა ჰქონდეს. არანაკლებია თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს ბატონი თედო საპარლამენტო კომიტეტში საგარეო საქმეთა და ის მასზე ვერავინ იწვევს, რომ გათიშულია რაიმე ტიპის ქმედებებისგან ქვეყნის ასიკეთოთ. სხვა მხრივ ხლა ის რომ შრომის და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრად ბატონი ამირანია მოვლენილი, ის რომ ბატონი დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობას მიხედავს. დამადასტურებელია იმისა, რომ საზოგადოების მიერ ისინი არ ყოფილან ჩარეცხილი. ვინც ისინი ჩარეცხა, თვითონ მიემართებიან ახლა
მათ შესანაცვლებლად, მაგრამ აი ინდივიდუალურად ერთადერთ არ ვიცნობ დანარჩენის მიმართ ძნელია რაიმე პრეტენზიების გაკეთება, თუმცა მოვისაკლისე მართალი გითხრათ ქალბატონ თინა ხიდაშელის გვარი, მაგრამ მის უფრო საპარლამენტო აქტიურ მოღვაწედ მიმაჩნია და ამაზე როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესო გუნდი რჩება და აქტიური პარლამენტში, იმიტომ რომ ბევრმა გადაინდაცლო მთავრობაში. ვერ გეტყვით, ერთ-ერთი ვინც დასახელდა კომიტეტის თავმჯდომარეებად, რასაკვირველია, უღრესად საინტერესო და ძალიან მარტივად ჩამნაცვლებელი ადამიანები არიან იმ სიაში, რომელიც გამოქვეყნდა როგორც მთავრობისა. ძალიან დიდი მადლობა, სოსოცის კარიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ბიუჯეტი ცარიელი არ არის ამ განცხადებას ჯერ ისევ მოქმედი პრემიერ-მინისტრი აკეთებს. ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილი მედიას შეხვდა და გავრცელებული ინფორმაცია საბიუჯეტო დეფიციტის შესახებ არ დაადასტურა. მთავრობის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტში თანხა მობილიზებულია, არსებობს 2013 წლის ფინანსური დოკუმენტის მონაცემებიც. ნოდარ ჩაჩუა მოისმინა მერაბიშვილის განცხადება და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება. ნოდარ, გისმენთ. დიახტამთა შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ფინანსთა მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. პრემიერმა დღეს დეტალური ანგარიში მოთხოვა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღეს დასახელდა ასევე კონკრეტული ციფრებით იმის დასტურად, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და ხაზინა ცარიელი არ არის. პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა დღეს დაასახელეს, როგორც უკვე გითხარით, კონკრეტული ციფრები და განაცხადეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ხაზინაში ამ დროისთვის 2 მილიარდ ლარზე მეტი არის და მეტ შეადგენს ეს ანგარიში, ასევე კერძო ასევე 920 მილიონი ამ წუთებში თანხა დევს თავად ხაზინაში, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშზე არის 320 მილიონი ლარი, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ანუ რეგიონების ანგარიშზე არის 200 მილიონი ლარი. მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ 2012 წლის სექტემბრის მონაცემებით ამ დროისთვის არსებული თანხა ბიუჯეტში არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და როგორც თვითონ ამბობენ, ეს არის განპირობებული სწორედ მიზანმიმართული სწორი და პასუხისმგებლობით ახსავსე პოლიტიკით. დამდგებულო დღეებში საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ხაზინაში ფული არ არის, საქართველოს არ გააჩნია რავითარი რეზერვები და ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა რეზერვები გააჩნია საქართველოს ხაზინას. მოგახსენებთ, სახელმწიფო ანგარიშებზე არსებული თანხების მოცულობა აღემატება 2 მილიარდ ლარს ჩამში. მათ შორის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე თანხები არის 920 მილიონი ლარის ოდენობით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე 200 მილიონი ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე არის 320 მილიონი ლარი და სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არის 597 მილიონი ლარზე მეტი. ჯამში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხები არის ანგარიშებზე. ჩვენ საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად დავიცავთ იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენ ვიეცეთ ქართულ ხალხს. აქ პირველი იანვრიდან ჩვენ გეგმავდით საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. და ჩვენ პრინციპულად ვიქნებით ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებული რეზერვები გვაძლევს ჩვენ საშუალებას შევამციროთ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ეხება საქართველოში თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ დასაქმებულ ადამიანს და ის გზა, რომელთა ჩვენ ამდენი წლების განმავლობაში მივიდით, რომელიც მიმართული იყო გადასახადების შემცირებისაკენ, ეს არის პრინციპულად აუცილებელი, იმისთვის საქართველო გახდეს ნორმალური განვითარებული ქვეყანა. ჩვენ ამავე დროს დავიცავთ იმას, რომ ის ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც ავიღეთ ჩვენ. და სხვათა შორის აიღო ოპოზიცია, მაშინდელი ოპოზიცია, დღეს უკვე ხელისუფლება, რომ ის განაპირობები მაინც იყო შესრულებული. ამისათვის არის საკმარისი თანხები უკვე დღეს ბიუჯეტში. შეხვედრა, რომელიც თქვენ ახლა კაცში ნახეთ, შეხვედრაზე არ ყოფილან დაშვებული თავად ჟურნალისტები, მხოლოდ და მხოლოდ გადამღები კამერები, მხოლოდ და მხოლოდ ვიდეო კამერები იყვნენ ასული და მათ დააფიქსირეს ამ შეხვედრის მათ ასახეს ზევენდელი შეხვედრა. ჩვენ ჟურნალისტებს არ გქონია შესაძლებლობა კონკრეტული შეკვეთებით მიგვემართა არც პრემიერ-მინისტრისთვის და არც ფინანსთა მინისტრისთვის და დამატებით დეტალებზე დაგვესვა შეკითხვები და გამხდარიყო უფრო მეტი დეტალი ცნობილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა, როგორც თქვენ უკვე მოისმინეთ, პრემიერმა
და ფინანსთა მინისტრმა განაცხადეს, რომ გარდა შიდა რესურსებისა, ასევე სახელმწიფოს აქვს საკმაოდ ადეკვატური მოვლენებთან სექტემბრის მოვლენებთან შედარებით საკმაოდ ადეკვატური რეზერვიც და 2.9 და ეს რეზერვი შეადგენს 2.9 მილიარდ დოლარს, რომელიც ეროვნულ ბანკშია დაცული. მადლობთ, ნოდარ, ეს იყო ნოდარ ჩაჩვა, რომელმაც ვანო მერაბიშვილის განცხადება გაგოცნო პირდაპირ ეთერში გლდანის ციხესთან, ისევ პრეტენზიების მის ერთ-ერთი პატიმრის დედა მშობელი სასწრაფოდ ნახვას მოითხოვს. მსჯავრდებულის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი გარდაცვლილი, არგუმენტად კი მსჯავრდებულებისგან მიღებულ ინფორმაციას ასახელებს. ამ წუთებში ციხეში პატიმრის ადვოკატია შესული. ჟორა სადოიანის მშობელი აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად იყო დამძიმებული. მიზეზი კი რამდენიმე ოპერაციაა. ზევიდან მაჩვენეს ჯოხით შავი ტილო. ორჯერ შავი ტილოთ მაჩვენეს. შავი ტილო რას ნიშნავს? მე ძალიან თხოვ. ერთი თხოვნა მაქვს. როგორმე ცოცხლები არიან, მაჩვენეთ, კოდრები არიან, მაჩვენეთ. თხოვნა მაქვს, ცოცხლები არიან, გადაიყვანოთ როგორმე სადმე. ხმაურიანის ხდომა ქუთაისში საკრებულომ ქალაქის ახალი მერი დაამტკიცა ბესიკ ბრეგაძე, თუმცა მის დამტკიცებას წინ შელაპარაკება უძღოდა ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა მღვდელაძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი უკლება დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წარმომადგენელმა ოპონენტები ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა. პროტესტის ნიშნად ხდომა საერთოდ დატოვეს ქრისტიან დემოკრატებმა. თორნიკე ხურციძე ჩაგვართვება ახლა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში და ხმაურიანის ხდომის დეტალებზე მოგვიყვება. თორნიკე, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ხდომათა დარბაზში? მოგესალმებით თამთა, როგორც უკვე აღნიშნე, ქუთაის ახალი მერი ხავს ბესიკ ბრეგაძე, თუმცა ვიდრე საკრებულო ახალ მერს აირჩევდა, მანამდე ხდომა საკმაოდ დიდი ხმაური წარიმართა, დაპირისპირება მოხდა მამუკა მღვდელაძე, საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატსა და საკრებულოს მეორე დეპუტატ გიორგი უკლებას შორის. მღვდელაძე ახალი მერის არჩევას აპროტესტებდა, თუმცა ის განმარტოვდა, რომ მას არ აქვს პრეტენზიები ბესიკ ბრეგაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უბრალოდ მღვდელაძემ აღნიშნა, რომ ამ მომენტში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის ფორმირება, დაუშვებელია ქუთაისის საკრებულომ ახალი მერი აირჩიოს. მოგვიანებით გიორგი უკლებას მხრიდან რეპლიკები, საკუთარ უარყოფილი რეპლიკები მოხდა მღვდელაძის ამ განცხადებას და ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ვნახოთ ეს კადრები. მოგვიანებით ჟურნალისტებთან მამუკა მღვდელაძემ და გიორგი უკლებამაც გააკეთა კომენტარები. უკლება აღნიშნავდა, რომ მისი რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატური იყო მამუკა მღვდელაძის გამოსვლისა და ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს განცხადებები მოვისმინოთ. ქუთაისში და საქართველოში დღეს არის განწყობა სხვა. დღეს ხალხმა დაუჭირა სხვა ძალას ხარი. დარწმუნებული ვარ, დღეს დამტკიცებული ქალაქის მერი ვერ შეძლებს ეფექტურ თანამშრომლობას ახალ ხელისუფლებასთან. მღვდელაძემ ცადა პროვოკაციების მოწყობა და სხდომის ჩაშლა, რაც არ გამოვიდა და მიიღო ადეკვატური პასუხი ყველა საკითხზე, რომელიც მან წამოაყენა. პირველ რიგში დიდი მადლობა ნდობისთვის და მეორე რიგში ეს მისია არის შესასრულებელი, ისმედები არის გასამართლებელი და ქალაქის წინსვლისთვის, კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრი რამე, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად გასაკეთებელი გვაქვს და ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასალმი. დღეს საკრებულოს ხდომა 11-ის ნახევარზე იყო დანიშნული, თუმცა მოულოდნელა და საკმაოდ ადრე 10 საათზე დაიწყო. ასევე ბევრისთვის მოულოდნელი იყო ბესიკ ბრეგაძის კანდიდატურა. ბოლო მომენტამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქუთაისის მერის პოსტი დაეკავებინა საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ აქტიურ სახეს დავით გოგისვანიძეს, თუმცა გოგისვანიძე მოგვიანებით ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ მისი კანდიდატურა არც არასოდეს განიხილებოდა ქუთაისის მერის პოსტზე, რაც შეეხება ქუთაისის ახალ მერს ბესიკ
ბრეგაძე 2000 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა ჟურნალისტიკით, ის ეკო დაიჯესტის ჟურნალისტი იყო. 2001-2002 წლებში ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, სხვადასხვა თანამდებობაზე 2005 წელს ვიცე-მერის პოსტი ეკავა. ბრეგაძე აქტიურად იყო დაკავებული არასამთავრობო სექტორში და კერძო ბიზნესში საქმიანობით. აღსანიშნავია, რომ ის ბოლო პერიოდის საკრებულოს მოწვევის დეპუტატი არის. ბოლო მოწვევის საკრებულოს დეპუტატი არის. მადლობ თორნიკე ხმაურიანის ხდომის დეტალები თორნიკე ხურციძემ გაგვაცნო პირდაპირ ეთერში. ინგა გრიგოლია დღეს საკრებულოს ოფიციალურად დატოვებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის უკვე ყოფილი წევრი თვითმმართველობის ორგანოში განცხადების შეტანას აპირებს. საკრებულოში გრიგოლია საკუთარი გუნდის მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციის თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება მომავალ გეგმა ჟურნალისტი 2 წლიანი პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ ისევ ჟურნალისტიკაში ბრუნდება, თუმცა კონკრეტულად სად ეს ჯერ უცნობია. გრიგოლიამ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატთა სახელით გლდანში იყრიდა კენჭს, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე 5 დღით ადრე მოხსნა. მიზეზად კი ცესკოს მიერ მედიის მუშაობასთან დაკავშირებული დადგენილების მიღება დაასახელა. მაშინ მან პირობა დადო, რომ თუ მისი პარტია ამ დადგენილებას მხარს დაუჭერდა, ის მოძრაობას აუცილებლად დატოვებდა. ეს არის ახალი 12-ზე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის სამართალდამცავ ორგანოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავ. შტაბი ადრესატებს მოუწოდებს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ, მანამ სანამ ხელისუფლების გადაბარების პროცესი არ დასრულდება. როგორც შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, ბოლო დღეების განმავლობაში თანამდებობის პირების სამსახურებრივი გულგრილობა უკვე აშკარა ხდება. ხელისუფლების მშვიდ ვითარებაში გადაბარების პროცესში კი ასეთი გულგრილობა დაუშვებელია, აცხადებს ჩიქოვანი. სამწუხაროდ ზუგდიდში ჩვენ მიმართავთ ყველას მუშაობა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში, არ იქნეს დაშვებული შესაძლო პროვოკაციები, რომელიც თითქოს და უკავშირდება ამ გადაბარების პროცესს და ყველამ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები. ჩვენ მქონდა გარკვეული შემთხვევები, რომელზეც მიმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივი ხელისუფლება აღმოჩნდა საკმაოდ სწრაფი ამაზე რეაგირების და ჩვენ ასევე ვაპირებთ კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ თემაზე, რაც შეიძლება პრობლემური იყოს ჩვენი რაიონის მოსახლეობისათვის. ქართული ოცნების ლენტეხის შტაბი ჩივის კოალიციის ადგილობრივი ოფისის წევრები 46-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ. საარჩევნო კომისიაში საჩივრები მხოლოდ ნაწილობრივ განიხილეს. უბნების შედეგების გაუქმების მიზეზებზე კი ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებიათ. როგორც კოალიციის შტაბში განმარტავენ, ლენტეხში მასობრივი გაყალბების შემთხვევები დაფიქსირდა. ამდენად გადაფარონ ის უკანონობა, რამაც მიიყვანა ლენტეხში კენჭის საოლქო კომისიის დადგენილება. ჩვენს მიერ გასაჩივრებულთა ლენტეხის რაიონულ სასამართლოში, ვინაიდან საოლქო კომისია ცდილობს კომისიის თავმჯდომარეებზე და მდივნებზე გადატეხოს ის უსამართლობა, რომელიც მათ მიერ იქნა დაშვებული და ამდენად გადაფარონ ის უკანონობა, რამაც მიიყვანა ლენტეხში კენჭის ყრა ასეთ განსხვავებულ შედეგებამდე. მე მაქვს ხელთ სარჩელის ასლი, რომელიც ჩვენ დღეს შევიტანეთ ლენტეხის რაიონულ სასამართლოში და ველოდებით მის განხილვას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი ქართული ოცნების საჩივარი არ დააკმაყოფილა. შედეგად 53 საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები არ გადაიხედება და იქ განმეორებითი კენჭისყრა აღარ დაინიშნება. კოალიციის წევრები ვანის მე-5 და მე-15 საუბნო საარჩევნო უბნების ოქმების გაბათილებას მოითხოვდნენ. არგუმენტად გაყალბების მასობრივი შემთხვევები სახელდებოდა. ესე იგი, ჩვენ ვითხოვდით ვანის ნომერ 53 საარჩევნო ოლქის განკარგულებების ბათილად ცნობას, ასევე მე-5 და მე-15 საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას, ასევე ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. სააპელაციო სასამართლო მიიმსჯელა ამ საკითხზე და ჩვენი საარჩელი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა აპელანტის საჩივარი, საარჩელი შეეხებოდა ორ უბანზე ბათილაცნობას ოქმისას, სადაც ერთი არ იყო ბეჭედი, მაგრამ იყო იმდენი დამადასტურებელი საბუთი, რამე თუ 13 წევრის ხელმოწერა იყო, არ იყო განსხვავებული აზრი, იყო უბნებზე გატანებული ესა ოქმების ასლები მოვიტანეთ, რომელზეც სველი ბეჭედი იყო და ყველაფერი დამადასტურებელი ფაქტი იყო იმისა, რომ უბანზე ნამდვილად ჩატარდა არჩევნები, კამერითაც დაფიქსირებული, არც ერთი დარღვევა არ ყოფილა, არც ჩანაწერთა წიგნში არ ყოფილა, საჩივარი და დარღვევა არავით არის.
ამ დრომდე უცნობი რჩება რა გახდა ზუგდიდში გასადენის დაზიანების მიზეზი. ავარიის გამო ბუნებრივი აირის ვარდნის დაწევა გახდა საჭირო, რის გამოც რაიონში შესაძლოა ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდოს. საუბარია სოფელ ურთასთან გამავალ მივილზე, რომლის დაზიანების შესახებ ამ დრომდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით დაზიანება შედუღების აპარატით მოხდა. ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსი კი ამტკიცებს, რომ მილები დაძველდა და დაზიანება კოროზიამ გამოიწვია. მთავარი მაგისტრალი წყობრიდან 3 დღის წინ გამოვიდა, თუმცა სამაშველო სამსახური ადგილზე მხოლოდ გუშინ მივიდა. ყოველდღე ასე ამოდის ცეცხლზე ვიდან. რომ გაახეთქეს ხო ეს არ არის საშიში. გახეთქეს თუ გასკდა თუ არა, ისე მოდის რაღაცა სვარკავ ვიღაცა სვარკავდა ვაგ და არ ვიცი ვინ სვარკავდა და ისე დაწევეს თუ რა ვიცი არ ვიცით იგი. როდის მოხდა ეს? 3 დღეს უკან. სოფელ ურთის ტერიტორიაზე დაზიანდა გაზის ცენტრალური მაგისტრალი. თქვენ ახლა ხედავთ ამ დაზიანების ხარისხს. ამჟამად არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. ახლა მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ალბათ 2 საათში აღმოიფრება ეს ხარვეზი. მოსალოდნელი საფრთხე საგანძურისთვის და ექსპონატების ევაკუაციამ სახელწოდებით დღეს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ეს არის იუნესკოს სისტემაში შემავალი ერთ-ერთი კომიტეტის ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც ამჯერად თბილისი მასპინძლობს. მიზანი მსოფლიოს ისეთი წარმატებული ნიმუშებისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების წარმოდგენაა, როგორებიცაა ბერლინის მუზეუმის კუნძული, პრაღის გალერეა და ჩინეთის მუზეუმი. კონფერენციას ევროპიდან და აზიიდან სხვადასხვა მუზეუმის ხელმძღვანელი ესწრება. მათ შორის არიან მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში. საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები, მსოფლიოს ძალიან დიდი მუზეუმების, უსაფრთხოების ხელმძღვანელები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება და ასევე პრინციპულია, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი იყოს საერთაშორისო სამყაროს ნაწილი. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დავინახოთ ჩვენი პრობლემები, გავსაზღვროთ ჩვენი სტრატეგია. like to share our knowledge. სულ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს. ყოველწლიურად ვატარებთ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩემთვის საინტერესოა ახალი ქვეყნის და ახალი პროგრამის შესწავლა. უახლოესი 1 კვირის განმავლობაში ჩვენ გავმართობთ კონფერენციას და ჩავატარებთ ტრენინგებს ქართველი სპეციალისტებისთვის. ჩვენ ისე უბრუნდებით დღის მთავარ თემას, ბიძინა ივანიშვილის ახალ სამთავრობო კაბინეტს, როგორი რეაქციები მოჰყვა ოპოზიციაში გადასული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მინისტრობის კანდიდატებს. გიორგი ფუტკარაძე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე და მან მოისმინა სწორედ განცხადებები. გიორგი, როგორი არის უკვე ოპოზიციაში გადასული ყოფილი მმართველი გუნდის რეაქციები და შეფასებები? დიახ, თამთა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, კერძოდ გოკა გაბაშვილმა ისაუბრა ამ თემაზე და ის მცირედი კომენტარით შემოიფარგლა. გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესი გრძელდება და კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება უშუალოდ მინისტრების კანდიდატურებს, გაბაშვილმა კონკრეტული კომენტარი არ ისურვა. ისიც რომ ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას ხელს არ შევუშლით. არჩევნების შედეგები ჩვენს გასაგებია, შესაბამისად ეს მთავრობა ამ შემადგენლობით იქნება წარმოქმნილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად და ჩვენ რა თქმა უნდა როგორც თქვით არ შევუშლით. ურჯაანში გრძელდება ზეწოლა, დაშინება და მუქარა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებზე ცალკეულ ადგილებში ცალკეული პირების მიერ ასეთი ზეწოლა, მუქარა ფიზიკური ანგარიშწორების შეუსაბამოა იმ პრინციპებთან, რაც ჩვენ როგორც ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გვინდა რომ იყოს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თქვენ ასევე კომენტარი მოისმინეთ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა, ეს არის ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე და ნაციონალური მოძრაობა აპირებს, რომ შესაბამის ორგანოებს მიმართონ, რათა ამ საკითხით დაინტერესდნენ.
დაუბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში და დაუბრუნდებით დღის მთავარ თემას ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილ ახალ მთავრობას და როგორ გადანაწილდება ადგილები. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი, გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სასჯელ აღსრულება სოზარ სუბარი, რეინტეგრაციის მინისტრი ბატა ზაქარეიშვილი, სპორტის სამინისტრო ლევან ყიფიანი, სახელმწიფო აუდიტის გენერალური აუდიტორი რევა შავიშვილი, თუმცა ეს არ არის სრული ჩამონათვალი. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა დილის 11 საათზე თითქმის ყველა უწყების ხელმძღვანელი დაასახელა. ამ დრომდე ჯერ წარმოდგენილი არ არის რამდენიმე სამინისტროს, მათ შორის ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ლტოლვილთა სამინისტროების ხელმძღვანელები. მინისტრთა კაბინეტი, თავდაცვის მინისტრის მინისტრობის კანდიდატი და ვიცე-პრემიერი ამავდროულად გახლავთ ირაკლი ალასანია. ვიცე-პრემიერი მოადგილე. ირაკლი ალასანია იქნება თავდაცვის მინისტრი, ამავდროულად იქნება ჩემი მოადგილე, ვიცე-პრემიერი. რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება კახაკალაძე და ამავდროულად იქნება მეორე მოადგილე, ორი მოადგილეა გავითვალისწინეთ ძალიანად. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიულ საკითხთა მინისტრი. ესეც იცით? სოზარ სუბარი, ყველაფერი იცით. გულად ახალი კოსტუმი ჩავიცვი, მეთქი რაღაცა. იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი. თია წულუკიანს დაევალა რომ მან უნდა წარმოადგინოს პროექტი სამართლიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების. ამას თია წარმოადგენს უახლოეს დროში ჩვენ გუნდი ვიმსჯელებთ. ამაში შეება სამართლიანი სასამართლო და ესე შემდეგ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე. კოტეს იცნობთ კარგად, თუ არ იცნობთ კოტეს? ალასანიას გუნდის წევრი, ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე. იცნობთ თუ დაგიკითხოთ? ძალიან საინტერესო პიროვნება, ძალიან. იცით? კი ბატონო, არ ჩერდებით მაშინ ამაზეც. ძალიან საინტერესო პიროვნება და ძალიან მაგარი კაცი, ჩემთვის მაგალითად უაღრესად პატივსაცემი, რომ იცოდეთ, $10,000 $15,000-მდე აქვს პრემიის სახით, სადაც მუშაობს და ძალიან საინტერესო ორგანიზაციაში და გაუგებარ ხელფასზე მოდის იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს და თავისი გამოცდილება მოახმაროს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი. გახლავთ ალექსი პეტრიაშვილი. ბუკას ვეძახით, თუ ალექსით არ იცით? ალექსი პეტრიაშვილი. ძალიან აქტიურად მუშაობდა ჩვენთან ერთად პროცესებში საარჩევნო და ძალიან კარგი ადამიანია. ელჩად ნამუშევარია და სხვა გამოცდილებებს ალბათ შეეკითხებით, ხო? საგარეო საქმეთა მინისტრი, ესეც იცით? აბა, არ იცით. ბატონო? კი, ორი ვარიანტები გწოდია. თედო იქნება კომიტეტის თავმჯდომარე, მაია იქნება მინისტრი. თედო იქნება ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. მაიას კარგად იცნობ, თუ გაგაცნობთ მაია? კარგად იცნობ. გვეჩვენოთ ახალ ფორმაში ბატონო მაია? ახალი კოსტუმით არის თუ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი. აბა მინიცით. ყველაფერი გაუტანეთ. ძალიან საინტერესო, ძალიან საყვარელი პიროვნება. მე მგონი რომ ძალიან სიმბოლური კულტურის მინისტრი გვეყოლება. გურა მოდიშარია. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატა ზაქარეიშვილი. ოდესღაც ეტალონად დავასახელე ჩემი მსგავსი პოლიტიკაში და ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა. ძალიან ბევრი უმუშავნია ამ მიმართულებით და მე მგონი მომავალშიც წარმატებული იქნება. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. აბა? ავერცეთ საკითხი ვერ გავიდა იმიტომ და ამირან გამყრელიძე. იცნობთ კარგად თუ გაგაცნობთ? იცნობთ. მე ვარ როგორც ეთრიყვავი, ერთმანეთს რო ხვდებიან სულ ყველანი ახალი კაცი შემოდის ამირანი, მე არ ვიცნობდი ბატონ ამირანს. თელი ჯგუფი გადაეხვია, ყველა ერთმანეთს იცნობდა, მარტო მე ვიყავი ის რომ ვინც არავინ არ მიცნობდა და შემოვედი და ყველანი გავიცანი ერთდროულად პრინციპში. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. აბა? ლევან ყიფიანი. ძალიან საყვარელი ჩვენი ფეხბურთელის შვილი, ეს არის ძირითადი ღირსება ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან მაგარი კაცია. მე ძალიან ახლოს ვიცნობ მას თვითონ, ძალიან ნიჭიერია
და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული კანდიდატი დავასახელეთ ამ სამინისტროში. ვაკანტური ადგილები გვაქვს და დაგვეხმარეთ. Pirasta ministri ვესაუბრეთ უკვე და ერთ-ორ დღეში წარმოგიდგეთ, ვიცით ვინც იქნება დაახლოებით. მაგრამ შეთანხმებული არაა ჯერ, ამიტომ არა, ონოფიციალური არ იქნება, ონოფიციალური კომიტეტის თავმჯდომარე. გარემოს დაცვის მინისტრი არ აქვს, ფინანსთა მინისტრი არ აქვს დღესდღეობით, განათლების და მეცნიერების მინისტრი არ აქვს, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არ აქვს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი არ აქვს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა განახლების და ტოლვითა მინისტრი არ აქვს. შემდეგ წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. რევას შავიშვილი, მას აქვს დიდი გამოცდილება სამსახურში მუშაობის. თავისი პრინციპულობით და პატიოსნობით გამოირჩევოდა. სხვათა შორის დიდხანს ამთანხმდებოდა და დავითანხმე, არ უნდოდა, რომ იცოდეთ, არ უნდოდა თანამდებობაზე შემოგვიყვება. აქ პროცედურები უფრო რთული, ეს არჩევითია, იცით, მაგრამ ყველაფერს კანონიერად ჩავატარებ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ყველაზე ჯიუტი და ყველაზე პრინციპული კაცი იქნება ნოდარ ჯავახიშვილი. რა სჭირდება ეროვნულ ბანკს? მე მგონი ესეც არ იყო თქვენთვის სიურპრიზი, ნოდარი ალბათ არ იყო სიურპრიზი. თავარი დღეს პროკურორი და მომავალში გენერალური პროკურორი იქნება წოდებული, გენერალური პროკურორი. ესეც იცით? გენერალური პროკურორი ვინ იქნება, იცით? აი როგორც იქნება ერთი საკითხი, აი როგორც იქნება ერთი სიურპრიზი. არჩილ კბილაშვილი. აი ამის განცხადებაზე რომ ზოგიერთმა ტელევიზიებმა რაღაც ცუდი თამაშები გაახურეს, ეს არის სინდიცის და პატიოსნების კაცი, ესეთი ხალხი უნდა ვარ, როგორც ღარიბაშვილია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ესეთივე გენერალური პროკურორი. და ესეთი სუფთა ხელებით ხალხი უნდა მოვიყვანოთ ამ დარგში და ეს დარგი უნდა გახდნენ ესეთი სუფთა, როგორც სუფთა ხალხი შედის იქ და დავივიწყოთ ის სიბინძურები, რაც ამ სისტემებში არსებობდა წლების განმავლობაში და ჩემი აზრით ეს არის ძალიან ღირსეული წარმოადგენა გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრიც განსახიერება წესიერების ერთის და მეორეც და ასეთი უნდა გახდნენ მათი სტრუქტურები და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ოცნება და ამას აუცილებლად შევასრულებთ. ქალბატონი მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი. მე შევხვდი ქალბატონ მაიას, მასთან მქონდა მსჯელობა განათლების სამინისტროსთან ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თვითონ მე აირჩია, ოღონდაც ესეთი თხოვნით, რომ ის ადრევე, როდესაც ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, არ ექვემდებარებოდა განათლების სამინისტროს და ჩვენ მე მივეცი მას პირობა, რომ განვიხილავთ ამ საკითხს პარლამენტში და ისე მოახერხებთ, რომ გამოყვოთ განათლების სამინისტროდან, რამდენადაც თვითონ ცენტრი თავისთავად ძალიან საინტერესოა. აღმასრულებლის შემდეგ საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება. მას ეყოლება 3 მოადგილე: მანანა კობახიძე, ზურაბ აბაშიძე და ზურაბ ტყემალაძე. დღესვე ასევე ცნობილი გახდა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელების ვინაობაც, მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ვახტანგ ხმალაძე უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ეკა ბესელია, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იქნება. დარგობრივ ეკონომიკას ნოდარ ხადური ჩაიბარეს, დიასპორის კომიტეტის ხელმძღვანელი კი გუბაზ სანიკიძეა. პარლამენტსაც წარმოგიდგენთ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, ახაც კანდიდატებს. თავმჯდომარე ალბათ კარგად იცით. პარლამენტის თავმჯდომარე, იცით? დავით უსუფაშვილი. მოადგილეები ბევრი არიან. პირველი მოადგილე იქნება მანანა კობახიძე, მოადგილეები იქნებიან ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე. ორი ზურაბი ეყოლება მოადგილედ. კომიტეტები: აგრარულ საკითხთა კომიტეტი გიგლა აგულაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ეკა ბესელია, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ვანო კიღურაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გია ცაგარეიშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ნოდარ ხადური, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გუბაზ სანიკიძე, თუმცა მითხრეს რომ ფიქრობს კიდევ გუბაზი, შეიძლება რაღაც ცვლილებები იყოს, პატარა კორექტირებები შეიძლება გქონდეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ვიქტორ ზოლიძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ირაკლი სესიაშვილი. იცით ეს ყველანი, ხო, შეკითხვები არ აგაქვთ, ყველას კარგად იცნობთ. ირაკლი ახლა ხო სესიაშვილი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ყველა საინტერესო კომიტეტია მგონი, ხო? იცით ვინ იქნება? არის ვახტანგ ხმალაძე. რეგიონალური პოლიტიკის
ყველაზე მეტი სამუშაო მე მგონი ახლა. რეგიონალური პოლიტიკის თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი. ირაკლი ტრიპოლსკი. თვითონ მოისურვა მე მას რამდენიმე სხვა ადგილების შევთავაზე, მაგრამ რამდენადაც მან ძალიან აქტიურად იმუშავა და სხვა შორის ძალიან იჭირი კაცია, რომ ვიცოდეთ. აქ არის ირაკლი თუ არა? და თვითონვე მოისურვა, იმდენი ქონდა ურთიერთობა და თელი კაცია და ბევრი უცხოვრია, უნდა რომ თანაპირები შეუსულოს თავის რეგიონებს და სხვა მთიულ რეგიონებსაც დაეხმაროს და მე მას ბევრი შევთავაზე, კარგი არჩევანი ქონდა და თვითონვე აირჩია და გაჩერდა აქ. ისიც დამავიწყდა, რომ ჩემი მეგობარია დიდი ხნის, იმდენი ღირსებები აქვს, რომ აღარაფერს აღანიშნავს. იმდენი მოახერხა ირაკლიმ. საგარეო ურთიერთობა და კომიტეტი. თედო ჯაფარიძე გახლავთ? აქ არის თედო? არა, თედო. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. ირინა იმერლიშვილი. იცით ირინა იმერლიშვილი, იცნობ? აქ არის ირინა. შეიძლება ხარა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. დავით ონოფრიშვილი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. ლერი ხაბელოვი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. დიმიტრი ხუნდაძე. დღეიდან ყველა სახელმწიფო უწყებაში ქართული ოცნების წარმომადგენელი შევა. მთავარი მისია კი კონკრეტული სამინისტრო სპეციფიკისა და სამუშაო სტრუქტურის გაცნობა იქნება. დღესვე ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ მაგიდასთან კიდევ ერთხელ დაჯდება. 5 ოქტომბრის შემდეგ ეს იქნება კონსულტაციების მორიგი რაუნდი ხელისუფლების გადაბარების პროცესში. კოალიციიდან მთავრობის კანცელარიაში კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი უნდა მივიდნენ. ოპოზიციაში გადასული ხელისუფლების საკონსულტაციო ჯგუფს კი კვლავ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს, როდესაც პირველი კონსულტაცია გაიმართა, მაშინ მხარეები შედახდნენ, რომ ერთმანეთს პრობლემებს არ შეუქმნიან. პრეზიდენტი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს და ახალ მთავრობას მთლიანად კოალიცია ქართული ოცნება დააკომპლექტებს. ბიუჯეტი ცარიელი არ არის, ეს განცხადება დღეს ჯერ ისევ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ნომერაბიშვილი დღეს მედიას შეხვდა და გავრცელებული ინფორმაცია საბიუჯეტო კრიზისის შესახებ არ დაადასტურა. მთავრობის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტში თანხა მობილიზებულია, არსებობს 2013 წლის ფინანსური დოკუმენტაციის მონაცემებიც. დღეს შესაბამისი ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრისგანაც მოისმინა. ამ დღებოლო დღეებში საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ხაზინაში ფული არ არის, საქართველოს არ გააჩნია არავითარი რეზერვები და ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა რეზერვები გააჩნია საქართველოს ხაზინას. მოგახსენებთ, სახელმწიფო ანგარიშებზე არსებული თანხების მოცულობა აღემატება 2 მილიარდ ლარს ჩამში. მათ შორის სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე თანხები არის 920 მილიონი ლარის ოდენობით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე 200 მილიონი ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე არის 320 მილიონი ლარი და სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე არის 597 მილიონი ლარზე მეტი. ჯამში 2 მილიარდ ლარზე მეტი თანხები არის ანგარიშებზე. ჩვენ საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად დავიცავთ იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენ ვიეცეთ ქართულ ხალხს. აქ პირველი იანვრიდან ჩვენ გეგმავდით საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. და ჩვენ პრინციპულად ვიქნებით ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებული რეზერვები გვაძლევს ჩვენ საშუალებას შევამციროთ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ეხება საქართველოში თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ დასაქმებულ ადამიანს და ის გზა, რომელთა ჩვენ ამდენი წლების განმავლობაში მივიდით, რომელიც მიმართული იყო გადასახადების შემცირებისაკენ, ეს არის პრინციპულად აუცილებელი, იმისთვის საქართველო გახდეს ნორმალური განვითარებული ქვეყანა. ჩვენ ამავე დროს დავიცავთ იმას, რომ ის ყველა სოციალური ვალდებულება, რომელიც ავიღეთ ჩვენ. და სხვათა შორის აიღო ოპოზიცია, მაშინ იყო ოპოზიცია, დღეს უკვე ხელისუფლება, რომ ის დანაპირები მაინც იყო შესრულებული. ამისათვის არის საკმარისი თანხები უკვე დღეს ბიუჯეტში.
პოლიტიკიდან ისევ ჟურნალისტიკაში ინგა გრიგოლია დღეს საკრებულოს ოფიციალურად დატოვებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის უკვე ყოფილი წევრი თვითმმართველობის ორგანოში განცხადების შეტანას აპირებს. საკრებულოში გრიგოლია საკუთარი გუნდის მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციის თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება მომავალ გეგმა ჟურნალისტი ორწლიანი პოლიტიკური საქმიანობის შემდეგ ისევ ჟურნალისტიკას უბრუნდება, თუმცა კონკრეტულად სად ეს ჯერ ცნობილი არ არის. გრიგოლიამ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატთა სახელით გლდანში იყრიდა კენჭს, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე 5 დღით ადრე მოხსნა. მიზეზად კი ცესკოს მიერ მედიის მუშაობასთან დაკავშირებული დადგენილების მიღება დაასახელა. მაშინ პირობა დადო, რომ თუ მისი პარტია ამ დადგენილებას მხარს არ დაუჭერდა, მოძრაობას აუცილებლად დატოვებდა. ხმაური იყო დღეს ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე, სადაც ახალი მერი დაამტკიცეს ის ბესიკ ბრეგაძია, თუმცა მის დამტკიცებას წინ შელაპარაკება უძღოდა. ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა მღვდელაძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი უკლება დაუპირისპირდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ოპონენტები ნაჩქარავი გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესში დღეს საკრებულოს უმრავლესობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრებმა. ქუთაისში და საქართველოში დღეს არის განწყობა სხვა. დღეს ხალხმა დაუჭირა სხვა ძალას ხარი. დარწმუნებული ვარ, დღეს დამტკიცებული ქალაქის მერი ვერ შეძლებს ეფექტურ თანამშრომლობას ახალ ხელისუფლებასთან. მღვდელაძემ ცადა პროვოკაციების მოწყობა და სხდომის ჩაშლა, რაც არ გამოვიდა და მიიღო ადეკვატური პასუხი ყველა საკითხზე, რომელიც მან წამოაყენა. პირველ რიგში დიდი მადლობა ნდობისთვის და მეორე რიგში ეს მისი არის შესასრულებელი, ისმედები არის გასამართლებელი და ქალაქის წინსვლისთვის, კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრი რამე, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად გასაკეთებელი გვაქვს და ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს. ახალი 12 ამი დასრულებულია, 14 საათზე დღის ახალ ამბებს უკვე სოსო კაციტაძე გაგაცნობთ, მე კი 18 საათამდე დაგემშვიდობებით.